მოგესალმებით მონატრებულო YouTube მაყურებლებო. იმედი მაქვს, კარგად ხართ. ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით, მაგრამ ყველაფერს აქვს ალბათ დადებითი და უარყოფითი მხარეც. უარყოფითი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ გავქრი დიდი ხანი ბევრი რაღაც საინტერესო განხილვებს ელოდით, მაგრამ დრო ფიზიკურად არ მქონდა ამისთვის, მაგრამ ძალიან დადებითი მხარე არის ის, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ქართულ YouTube-ში დაიწყება პირველი tech show. რომელსაც ექნება ძალიან მაგარი და ასე ვთქვათ, საინტერესო ახალი ფორმატი, იქნება სრულიად ახალ არხზე, ამ ინფორმაციას ნელ-ნელა დაგაწევთ და რაც ძალიან მთავარია, თითოეულ გადაცემაში 7-8 წუთი გამოეყოფა მაყურებლის მიერ დასმული კითხვების პასუხს. ვიდეოს დაბლა იქნება ქისაჯის ლინკი და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ იქ გამოაგზავნოთ თქვენი კითხვები. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემატიკას. გამოდის Samsung-ი, გამოდის iPhone-ი, გამოდის Pixel-ი. არის რაღაც საინტერესო სიახლეები და სწორედ ამ სამ ბრენდზე გავრცელებულ მოკლე ინფორმაციას შევაჯამებთ, დავაფიქსირებთ ჩემ აზრს, თქვენი აზრი რა თქმა უნდა კომენტარებში უნდა დავაფიქსიროთ, არხი გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ. მოკლედ დავიწყოთ Samsung-ით, პირადად ჩემი აზრი S25-ზე, ანუ წინაზე უკვე იცით, ჩავარდნა არის პირდაპირ გაგებით ჩემთვის ყველა სამივე S25, იმიტომ რომ არ აქვს ისეთი პლუსები, მინუსი უფრო მეტი აქვს 24-თან შედარებით, ვიდრე პლუსი. ამას მე ჩავარდნას ვეძახი. ზუსტად 2 დღეში უკვე იქნება Samsung S26-ის წარდგენა და არის რაღაც ისეთი დეტალები, რაც უკვე 100%-ით ვიცით, რომ აი ეგრე მოხდება. პირველი მაგალითად არის უფრო მომრგვალებული ფორმა. მე მომწონს, იმიტომ რომ 24 ალბათ თუ გახსოვთ რატო არ მომწონდა, ერთ-ერთი მიზეზი იყო აი ეს რაღაც წვეტიანი კუთხეები საკარაქეს რო გავდა. 25-ში უფრო მომრგვალ და 26-ი კიდევ უფრო მომრგვალებული იქნება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი, რაც ბოლო 6 წელია ვერ დახვეწეს, ეს იყო ელემენტი, აქ მე არ ვამბობ, რომ სუსტი ელემენტი ქონდა ультრავერსიებს, უბრალოდ ვერ უმჯობესდებოდა, თუნდაც მილიამპერობის მხრივ. 5 წელია, ეს 20-დან მოყოლებული 25-მდე და უკვე 26-შიც ჩადეს ისევ 5000 მილიამპერიანი ელემენტი. როგორც ცნობილია, გაიზარდა დამუხტვის მხარდაჭერა, ასევე 5-6 წელია 45 ვატს ვერაცდა Samsung-ი და 26-ში უკვე აპირებს როგორც ჩანს 60-ან 65 ვატის შემოტანას. კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ცვლიან კამერის სენსორს, ზოგადად აი ეს ბრენდები, რაც ყველაზე პოპულარულია, გულისხმობ Samsung-ს და iPhone-ს. იყენებენ ყველაზე ცუდ და ყველაზე პატარა ზომის სენსორებს, როდესაც აი ეს Xiaomi-ები, Vivo-ები, Oppo-ები, OnePlus-ები და ასე შემდეგ იყენებენ მაქსიმალური ზომა, რაც არის smartphone-ისთვის სენსორში, აი მაგას. ხო, Samsung-ი გადავა Sony-ს ახალ სენსორზე, რომელიც პლუსი არის, მაგრამ 25-ში არსებული ერთი ძალიან დიდი შეცდომა გახსოვთ ალბათ, ხო? ეს ფენს რო Bluetooth-ის მხარდაჭერა გაუქრეს. 26-ში არ აბრუნებენ მაგას. ის დეტალი გასაგებია, რომ გადავლენ უახლეს Snapdragon-ის ჩიპსეტზე, Exynos-ზე, სხვათა შორის ისევ შერეული სერია გამოდის. გახსოვთ ალბათ S22-ში Exynos-იც იყო Snapdragon-ი, 23-ში მარტო Snapdragon-ი იყო და ძალიან მაგარი სერია გამოვიდა. ჩემთვის დღემდე ფავორიტი არის Samsung-ებში S23 სერია. 24-ში და 25-ში და 26-ში ისევ შერეულად აკეთებენ ამ ყველაფერს. ვიზუალურ ნაწილს რაც შეეხება, ამ ყველაფერში iPhone-საც გადაუჯოკრა Samsung-მა, უარყოფითად გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვიწევს ხოლმე ხალხთან შეეხება, ალბათ მოგეხსენებათ და Samsung-ის მომხმარებლის ყველაზე დიდი ყურადღება ექცეოდა iPhone-ში განვითარებულ დიზაინის მომენტს რა, რომ აი ამდენი წელი არ შეუცვლიათო და რეალურად გადაუჯოკრა Samsung-მა მე-6 წელი არაფერი არ იცვლება დიზაინში. თუ ეხა ამ კამერის უკან მომრგვალებულ რაღაც background-ს ავიღებთ, ეგ დიზაინის შეცვლა არ არის. მაგ ლოგიკით ყველა iPhone-ის დიზაინი განსხვავდება კამერების ომით. Google Pixel-ი ისევ სამარესი ითხრის თავისი ხელით, რადგან Pixel 11-ში ხო ველოდებით ყველა რო რაღაც იქნებს Snapdragon-ის შემოგვაპარონ იქნებ რაღაცა ცოტა ტენსორი იდოს, მაგრამ უფრო გააძლიერონ. არა. Pixel 11-ში Google აპირებს Tensor 6-თან ერთად Titan M3-ის ჩასმას. ეს არის ჩიპი, რომელიც 6-დან მოყოლებული M2 იყო ყველა Pixel-ში და ამის ერთადერთი პასუხი არის ის, რომ Google-ს უნდა ყველაზე დაცული smartphone-ი გახდეს. ანუ ეს არის ასე ვთქვათ უსაფრთხოების ჩიპი. მაგრამ აი ახლა უბრალოდ გავიცინო ვიტი, რომ მართლა ვეღარ ვხვდები. Pixel-ის ერთადერთი პრობლემა, ჩიპსეტს გულისხმობ და ამ ნაწილს არის მისი სიმძლავრე. არ ჯობია ცოტა ის ტენსორი გააძლიერო სიმძლავრის მხრივ, ვიდრე რაღაცა დეგენერატობა Titan M3 დაამატო, რომელიც ყველაზე უსაფრთხო smartphone-ის სტატუსს და წოდებას მოგცემს.
ანუ რაზე ფიქრობენ, მე მართლა ვერ ხვდები. ადებენ ისევ კოლოსალურ ფასებს, სტანდარტულ ფასებს, ასე ვთქვათ, რაც ფლაგმანებს აქვს, ეს არის 1000-დან 1200, 1300 დოლარამდე და სიმძლავრის მხრივ ნახევარია iPhone-თან, Samsung-თან, OnePlus-თან, Xiaomi-თან, Vivo-სთან, Oppo-სთან თუ ნებისმიერთან შედარებით. და ბოლოს 1-2 სიტყვა ვთქვათ iPhone-ებზეც. მოკლედ iPhone-ის line-up-ი დალაგდა ესე. როგორც იცით, ეხლა 17-ის მერე ლოგიკურად 18 გამოდის, მაგრამ თუ სექტემბერში Apple უშვებდა მთლიან სერიას, ანუ 17 Pro Max-ი, ეხლა ეგრე აღარ მოხდება. სექტემბერში გამოვა Pro Max-ი და Fold-ი, რომელიც ესე გამოიყურება, დიდად ვიზუალი რო გითხრათ, მომწონს თქო, მოგატყუებთ, ფორმით უშუალოდ ძალიან გავს პიქსელს სიმრგვალით, იმიტომ არ მომწონს რომ პიქსელს გავს, არა პიქსელის დიზაინი ჩემთვის პირველია, როგორც იცით, ჩვეულებრივ smartphone-ებში, მაგრამ რაღაც ცოტა უშნო გამოუვიდათ ჩემი აზრით. Pro ვერსიებში უკვე იგეგმება, პირველ რიგში ახალი ფერების დამატება, ელემენტის ცოტა გაზრდა, კამერის მოდულის შეცვლა, ამ დინამიური კუნძულის დაპატარავება და ასე შემდეგ. ხოლო 2007 წლის დასაწყისში გამოვა საბაზისო 18, iPhone 18 და 18i, ეს Apple-ის ბიუჯეტური სერია. ესე იმიტომ გადაეწყო ყველაფერი, რომ Apple არ უშვებს iPhone 19-ს, იგივე მიზეზით, რატომაც iPhone 9 არ გამოუშვა, თუ არ იცით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მილიონჯერ მაქვს ახსნილი. როდესაც iPhone 9 უნდა გამოსულიყო, იყო Apple-ის iPhone-ის მოდიში 10 წლის იუბილე, შესაბამისად 9 არ გამოვიდოდა და გამოვიდა 10, X იგივე. იგივე უწევს iPhone 19-ის შემთხვევაშიც. როცა 19 უნდა გამოვიდეს, ანუ 2027 წელს, მაგ დროს არის iPhone-ის 20 წლის იუბილე, შესაბამისად გამოვა iPhone 20, რომელსაც X-ი შეიძლება დაარქვან. iPhone 18-ებზე ერთი საინტერესო და ყველაზე გამორჩეული, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სოფლიოში პირველი smartphone იქნება, რომელიც 2 ნანომეტრიან ჩიპსეტს გამოიყენებს. A20. ამას ვერ ჩაუხმავდები, გასაგებია, რომ ძალიან ძლიერი იქნება, გასაგებია, რომ ინოვაცია იქნება, მაგრამ ესე უბრალოდ აზრის დაფიქსირება იქამდე, სანამ გამოვა, გაიტესტება, შემოწმდება და ასე შემდეგ, ცოტა რთულია. 99% iPhone-ის ფასი დარჩება ის, რაც იყო. გულისხმობ ამერიკულ სტანდარტულ ფასს, რადგან Fold-ი პირველია, ამის ფასზე არის დაახლოებით ესეთი მოუდინები, რომ 2000-დან 2500 დოლარის ფარგლებში იტრიალებს, დიდი ალბათობით, მეხსიერებიდან გამომდინარე. რო გითხრათ, რომ ეს კოლოსალური ფასია მოგატყუებთ, იმიტომ რომ Fold-ი Samsung-ი რო ავიღოთ პირობითად, მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო კონკურენტი უშვებს Fold ვერსიას, ადებს ზუსტად იგივე ფასს. მოკლედ, საინტერესო იქნება რა და როგორ მოხდება iPhone-ზე და Fold-ებზე და ასე შემდეგ ცოტა გვიან გავიგებთ სექტემბრისკენ, მაგრამ Samsung-ზე ყველანაირ ზუსტ ინფორმაციას გავიგებთ სულ რაღაც 2 დღეში პრეზენტაციაზე. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. გაელოდეთ ძალიან მაგარ პროექტს, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი შეტანა თქვენ შეგიძლიათ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დიდი თხოვნა იქნება დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ სარისხილოკი. გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.